ორი დღის უკან, რა ვიცი, ერთ-ერთი ევროპული ქვეყანაში, ესპანეთში, აი ეს დაგეგმილი სპეცოპერაციასავით, აი ეს არმიის ასაკის მიგრანტების, აი რო იტყვიან შესევა რა. იმ ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში ესპანეთში, რომელიც, რა ვიცი, ჩვენზე დიდიც არის, მოსახლეობის რაოდენობით ჩვენზე განვითარებულიც არის, ანუ აბსოლუტურად ევროკავშირის წევრი ქვეყანაა. და გაუჭირდა გამკლავება და ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ აქ ამდენი მიგრანტების შემოსვლაზე და რა საშიშროება შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს. ნუ რაღაცა 2-10 წლებში ვთქვათ და მოსახლეობას კარგად აუხსნათ, რომ ეს მზარდი პრობლემაა და შემაჩერებელი ბერკეტი არ არის ჯერჯერობით. მთავრობა ვერ აჩერებს ამას, პირიქით ჩაყოლილები არიან და რაც მეტი შემოვა უფრო ბედნიერად აგრძნობენ თავს. ხო, აი იმ შემთხვევაში აი ჩვენ რა გვეშველება, მართალია ახლა ოკეანე არ გვახლავს, რომ ესე გადმოლახო რაღაცა, მაგრამ არსებობს მაგის საშიშროება, რომ რავი, ღია კარის დღე იყოს რომელიმე სახელმწიფოდან და რავი, ჩვეულებრივად, ან თუ არა და რაც აკვავს ის გაგვიმრავლდეს აქ, ხო? ოკეანე რო არა გვაქვს, ეგ დამატებით პრობლემაა, რაც ოკეანე კიდევ ვიცავს, რაღაც ბუნებრივი ზღუდეა. უყურე რაშია საქმე. ეხლა რომ დავიწყოთ იმ ესპანეთის საიმიგრაციო კრიზისით, მან დასაკონკრეტებელია, რომ უშუალოდ ესპანეთის მატერიკის, ანუ პირენეის ნახევარკუნძულზე კი არ მოხდა შეჭრა. მოხდა ჩრდილოეთ აფრიკაში. ესპანეთს აქვს პატარა ანკლავი, ჯერ კიდევ ძველი კოლონიალური ეპოქიდან მას შემორჩენილი აქვს თავის ტერიტორია ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიის, პატარა ტერიტორია, რომელიც ესაზღვრება მოროკოს და გვერდით ალჟირს. მაგ ტერიტორიაზე შეიჭრნენ, მაგრამ ნუ ეგ სტანდარტული მეთოდია იმ ტერიტორიაზე, როგორც კი იჭრებიან ეს არალეგალი მიგრანტები, მერე იქიდან გადაყავთ როგორც წესია ხოლმე ესპანეთში. თავად ამ სახელმწიფოს, თავად ხელისუფლებას და სხვადასხვა ამ ლიბერალურ პრო-საიმიგრაციო განწყობილ რაღაც აქტივისტებს და რაღაც მოძრაობებს. აქედან გამომდინარე, ზოგადად ეხლა იქ უამრავი რაღაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ ეს იყო ისრაელის და ამერიკის და მოროკოს ერთობლივი სპეცოპერაცია ამ მთავრობის სოციალისტური მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც ახლა ესპანეთშია, იმიტომ რომ მათ მკვეთრი პოზიცია დაიჭირეს, այդ გაიხსენეთ, თუნდაც ირანის ოპერაციასთან დაკავშირებით ესპანეთის პოზიცია იყო ძალიან ცალსახა, ანუ არანაირ მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრია ესპანეთი, თავის ტერიტორია არ დაუთმეს ამ ბომბდამშენებს და ამერიკულ ავიაციას. პლუს ძალიან ნეგატიურად არიან განწყობილი ამ ღაზას კრიზისის გამო და მუდმივად აკრიტიკებენ ისრაელის მთავრობას. და ამას უკავშირებენ, მაგრამ აი, როგორი რაღაცა იცით? ის ხალხი ახლა, ვინც იქ შევიდა, ის მართლა ჯანით და ღონით სავსე ახალგაზრდობა, რომლებიც წევანდელის ასაკის იყვნენ, ხო, ახალგაზრდა ვიღაც აფრიკელები და არაბები. ეგ ხალხი ხო არ იყო მოსადის აგენტი. ეგ ხალხი ხო არ იყო გადაცმული ამერიკელი და ებრაელი. მართლა სოფლიოში არის საიმიგრაციო კრიზისი. ანუ ხალხთა დიდი გადაადგილებები მიმდინარეობს. აი ეს პროცესი მიმდინარეობს თავისთავად ბუნებრივად. აფრიკის კონტინენტზე, აზიის კონტინენტზე, განსაკუთრებით ამ ისლამურ სახელმწიფოებში არის ჭარბი მოსახლეობა. ამ ტერიტორიებზე არის მუდმივი პოლიტიკური თუ ჰუმანიტარული კრიზისები და ეს ხალხი იქიდან ცდილობს წასვლას. ყველაზე მზარდი რეგიონი დღეს არის აფრიკა. არანორმალურად მრავლდებიან, აი არანორმალურად მეცნიერების დათვლებით 2100 წლისთვის აი ყველაზე მეტი დედამიწის ზურგზე ადამიანი იქნება აფრიკელი. იმ ტემპებით მრავლდებიან. შესაბამისად ეს ხალხი აი ბუნებრივად სადღაც მიდის. იმიტომ რომ თავის ტერიტორიაზე ვეღარ ეტევა. აი ამ მზარდი შობადობის გამო და აი მუდმივი პოლიტიკური და ეკონომიკური თუ ჰუმანიტარული კრიზისებიდან გამომდინარე. ეს ხალხი მიდის ისეთ ქვეყნებში, სადაც არის ლიბერალური წესები, სადაც მეტნაკლებად რბილად ეპყრობიან, სადაც პრობლემებს არ შეუქმნიან და პლუს მათზე დიდრები არიან. ხო, ეხლა იმიდან მაროკოდან სომალიში არავინ არ მიდის. ხო, მიდიან უკეთეს
სახელმწიფოებს, სადაც შედარებით უკეთესი ეკონომიკური და ფინანსური პირობებია. ამიტომ ეს პროცესი, სხვათა შორის ეს პროცესი არა მარტო ეს პროცესი თავად ევროპაშიც მიმდინარეობს. ეხლა მაგალითად თუ ვიღაც პაკისტანელები და არაბები საქართველოში სახლდებიან და მასიური მიგრაცია ჩვენს მიმართულებით, ქართველები სამაგიეროდ ემიგრაციაში მიდიან უფრო მდიდარ ქვეყნებში, ხო? იგივე პროცესია მაგალითად თავად ევროპაში. ქართველი მაგალითად სამუშაოდ თუ მიდის პოლონეთში, პოლონელი სამუშაოდ მიდის გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ამერიკაში, სადაც პოლონეთზე უფრო უკეთესი ეკონომიკური პირობებია. აქედან გამომდინარე, ეს არის ბუნებრივი პროცესი. სულ გვერდზე გადავდოთ აი ეს გარკვეული გეოპოლიტიკური თამაშები, ხელშეწყობა და ასე შემდეგ და რაღაც სპეცოპერაციები. ანუ საითკენ მიყვავს მე ახლა ეს ლაპარაკი. სამყაროში მიმდინარეობს ხალხთა დიდი გადაადგილებები. თვალსადახემ შუა იცვლება ევროპის იერსახე. ევროპის გენეტიკური კოდი იცვლება. ეს ფაქტია, ხო და ამაზე ვსაუბრობთ ახლა, ამაზე რა, ჩვენ კი არა, მთელი ევროპა საუბრობს, მთელი დასავლეთი საუბრობს და რო ძალიან ბევრი უკმაყოფილოა. ამით იქ მემარჯვენე კონსერვატიული ძალები სულ უფრო და უფრო ხმამაღლა საუბრობენ ამ თემებზე, ამ პრობლემებზე და ძალაუფლებებშიც მოდიან. ეს პრობლემა ეხება მათ შორის საქართველოს, მეგობრებო. არავინ არ უნდა წარმოიდგინოს, რომ საქართველოს გვერდსაულის ეს პრობლემა. არა, როგორც ჩვენთვის, აი მაგალითად რაღაც ევროპული სახელმწიფო არის სანატრელი, ну ვიღაცისთვის ყოველ შემთხვევაში, რომ იქ მოხდე, იქ დავსახდე, იქ ვიცხოვრო, იქაური ეკონომიკური სარგებლით სარგებელი და პრეფერენციები მივიღო. ეს ზუსტად ანალოგიურად უყურებს ძალიან ბევრი ქვეყნის მოქალაქე ჩვენს ქვეყანას. შეიძლება ჩვენ ვერ ვაფასებდეთ იმას, რაც გაგვაჩნია და ну ხშირად სამართლიანად ვიყოთ რაღაცეებით უკმაყოფილო, მაგრამ არსებობენ სახელმწიფოების მოქალაქეები, რომლებისთვისაც საქართველო არის სამოთხე. ბუნებრივი რაღაცა კლიმატი თუ ვიმსჯელებთ, ну საქართველო ეხა აფრიკისთვის და აზიის, არაბული სამყაროსთვის ყოველ შემთხვევაში არის სამოთხე. იმათთან შედარებით საქართველოში სიმწვანე არის, მტკნარი წყალი და რავი, ნორმალური ზომიერი კლიმატი, ხო? არც ყველა დიდწილად, არც გცივა. ანუ იდეალური ადგილია საცხოვრებლად. ჩვენიერი ადგილი, ახლა მე ბევრ ქვეყანაში ვარ ამყოფი და ნუ საქართველო მაგ თვალსაზრისით არის იდეალური სახელმწიფო. ყველაზე ზომიერ პარალელზეა დედამიწის ზურგზე. აქედან გამომდინარე, რატომ წარმოგვიდგენია, აი და სწორედ ხელისუფლების პროპაგანდა ეყრნობა აი ამ სიტყვებს და ამ წინადადებებს, რომ რატომ წარმოგიდგენიათ, რომ ვიღაცა არაბი საქართველოში დაგისახდება. მე ჯერ დაგვისახდნენ უკვე. მე მგონი უკვე მიდის ეს პროცესი. და ვინც თავს იბრმავებს, ჯერთი სტატისტიკური მონაცემებიც არსებობს, რომლებსაც ხელისუფლება კი აყალბებს, მაგრამ ბოლომდე ვერ აყალბებს. იმდენად თვალშისაცემია ეს ყველაფერი და მეორე, რა ვიცი, ახლა ქუჩაში გადით და საკუთარი თვალებით ამ ყველაფერს დაადასტურებთ, ხო, განსაკუთრებით თბილისში. თბილისში გაიარეთ საჯარო ტრანსპორტით, მეტროთი და დაინახავთ, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს. ამ პროცესს, რაც ახლა მე ვამბობ, რომ ხალხთა დიდი გადაადგილებები მიმდინარეობს, გადასახლებები, ეს რაც ბუნებრივი პროცესია და ისტორიულად არაერთხელ მომხდარა, ხო, მაგალითად დღევანდელი თურქეთის ტერიტორია, რომ თურქულად საუბრობს, ახლა 700 წლის წინ ბერძნულად საუბრობდნენ. თურქიანი ანატოლია იყო ბერძნული სამყარო. თავიდან ბოლომდე, კაცო, როგორც ან მცირე აზიის ნახევარკუნძული, აი ჩვენი სამეზობლო, ასევე ევროპული ნაწილი, ანუ ის თავად საბერძნეთ, თავიდან ბოლომდე იყო ბერძნებით დასახლებული. მან თურქულ ტომებს რა უნდოდა, მაგრამ ეს პროცესი ყოველთვის იყო, ხო? ხალხი საიდანღაც ადგება და სადღაც მიდის, თუნდაც ამერიკა რო ავიღოთ, ხო, ეხლა იქ აბორიგენი მოსახლეობა ინდიელები იყვნენ, ხო მასეა. ამიტომ ერთი ეს პროცესი, რაც თავისთავად მიმდინარეობს, რაც განპირობებულია დემოგრაფიული, პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური თუ კლიმატური პირობებით და არსებობს ამას ემატება მეორე უბედურება. ჩვენი ადგილობრივი პოლიტიკური ელიტა და ფინანსური ელიტა, რომელიც პირდაპირ დაინტერესებულია ამ პროცესით.
ეს არის მედლის მეორე მხარე. ჩვენი მთავრობა და მასთან ასოცირებული ეს ეკონომიკური და ფინანსური ძალები პირდაპირ კომერციულ სარგებელს იღებენ ამ პროცესით. ჩვენ გვაქვს საკანონმდებლო ბაზა ისე მოწყობილი, რომ რაც უფრო მეტი უცხოელი საქართველოში უძრავ ქონებას შეიძენს და აქ დასახდება, მით უფრო მეტ ფულს იშოვიან ისინი. პირდაპირ კანონში წერია და ჩვენ ხო შეტანილი გვაქვს პარლამენტში კანონპროექტი, რომელიც აი ამ დათქმების ამოღებას გულისხმობს. საუბარია იმ ჩანაწერზე, როდესაც მაგალითად $150,000 ღირებულების უძრავ ქონებას თუ საქართველოში შეიძენს უცხო ქვეყნის მოქალაქე, მას აქვს უფლება საქართველოს მთავრობისგან მოითხოვოს ბინადრობის ნებართვა. ბინადრობის ნებართვა მას ეხება მანამ, თუ რაღაცა მძიმე დანაშაულს არ ჩაიდენს, ხადია. მანამ, სანამ მას საქართველოს ტერიტორიაზე ექნება უძრავი ქონება. ანუ ჩვენი მთავრობის სამშენებლო პოლიტიკა და ჩვენი მთავრობის საიმიგრაციო პოლიტიკა ხელს უწყობს უცხო ქვეყნების აქ კომპაქტურად ჩასახლებას. და მე ხშირად მომყავს აი ეს ისტორიული მაგალითი, ყველაზე ცუდი და ყველაზე დიდი უბედურება რა არის. როდესაც საკუთარი სახელმწიფოს და საკუთარი ერის ნაციონალური ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს ადგილობრივი პოლიტიკური თუ ფინანსური ელიტების პირადი ინტერესები. აი, ეგეთი ისტორიული ფაქტები ხო იყო, რომ საუკუნეების განმავლობაში საქართველოში იყო ტყვეთა სყიდვა. აი, მე როდესაც აი ბავშვობიდან მაგალითად საქართველოს ისტორიას კითხულობდი, აი ყოველთვის მიკვირდა რა, იმიტომ რომ ხა აი სკოლაში რო სწავლობ ისტორიას, იქ ხომ ძალიან შელამაზებულად და ძალიან ისეა დაწერილი. იქ რაღაცა მოხდა ეს ბრძოლა, გაიმარჯვა მეფემ, საქართველო გაერთიანდა. მაგრამ ამ პროცესებში რა მოყვა, ის მომენტები, იქ შიდა რაღაცა ეს ცოცხალი პროცესი იქნებოდა მაშინ, როგორც დღეს არის ყველაფერი ცოცხალი პროცესი, დინარაძე ჩახსნეს, ის დაიჭირეს, ის იმას დაუპირისპირდა, ტრამპი მოვიდა იქ და აი ზუსტად იგივე პროცესები იყო მაშინაც, უბრალოდ სხვა ეპოქა იყო, ეხლა რაკეტები არ დაფრინავდნენ და თვითფრინავები, მაგრამ აი ეს მომენტები, ეს გეოპოლიტიკური საბაზისო კანონზომიერებები ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება, სულ რომ galaktikაში გავფრინდეთ, იქაც იქნება ეს კანონზომიერებები. და ყოველთვის მიკვირდა კაცო, აი ეს ტყვეთა სყიდვა, ანუ ყველაზე დიდი დანაშაული ჩვენი ერის წინაშე, ხო, სისხლისგან ვიცლებოდით. სისხლისგან და სამარცხვინო, აი ვიცი, აი როგორ შეიძლება ჯერ ადამიანი გაყიდო და მერე შენი სისხლი და ხორცი, ხო, შენიანი როგორ შეიძლება გაყიდო. ეს ხომ სამარცხვინო, ეს რა ვიცი, ანუ ეს არაფერში არ ჯდება, არც ქრისტიანობაში, არც ადამიანობაში, არც კაცობაში, მაგრამ მთელი ქართული მაშინდელი თავადაზნაურობა, სამეფო დინასტია იყო ჩართული ამ ბიზნესში. იმიტომ რომ ეს იყო ბიზნესი. სხვა შემოსავალი მაშინ არ იყო. და მთელი მაშინდელი ჩვენი ელიტა, რასაც ქვია, პოლიტიკური ელიტა, ადამიანებით ვაჭრობით იყო დაკავებული. და როდესაც ჩვენ აი ვამბობთ, რომ აი კაცო, მარტო სოლომონ მეფეს როგორ მოაგონდა ეს, მარტო სოლომონ მეფე მე-18 საუკუნეში რატო აღუდგა ამას? მანამდე სად იყვნენ ეს ჩვენი მეფეები ან ეს ჩვენი ხელმძღვანელები? ნუ ნაწილი ან მონაწილეობდა ამაში და მონაწილეობდნენ აი მაგჩოს ეკლესიის წარმომადგენლებიც, კაცო, ზოგიერთი მაღალი იერარქიის წარმომადგენლები, ეს ყველაფერი არსებობს, ეს არ არის რაღაცა ამის შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია, მემატიანები წერენ ამას შესახებ, დოკუმენტები არსებობს. და აი როგორც მაშინ პოლიტიკური ელიტა იყო პირადად კომერციული ინტერესიდან გამომდინარე დაინტერესებული ქვეყნის ინტერესების გაყიდვაში, ზუსტად იგივე მოცემულობა ეხლაც. საქართველოს დღეს არ აქვს არანაირი რეალური ეკონომიკა, ჩვენ ეკონომიკა როგორც საბაზისო დარგი არ აქვს. ჩვენ არ გვაქვს ინდუსტრია, ჩვენ არ გვაქვს წარმოება, ყველაზე პრიმიტიული ფორმის ეკონომიკა გვაქვს. რა არის ჩვენი ეკონომიკის საფუძველი? მილიონობით აქედან წასული ჩვენი თანამოქალაქე
თანამემამულია, რომელიც ყოველ თვიურად ფულს აგზავნის. ლომის წილი ჩვენი ეკონომიკის მოდის იმ ქართველებზე, რომლებიც აქედან არიან წასულები და თავის ოჯახის წევრებს ინახავენ და ავტომატურად ქართულ ეკონომიკასაც ინახავენ. მეორე არის ტურიზმი, რაც ეგეც არ უნდა იყოს რეალურად, ტურიზმი არ უნდა იყოს ეკონომიკის სახელმწიფოს ეკონომიკის მთავარი ერთ-ერთი ბოძი. იმიტომ რომ რაღაცა რომ მოხდეს, მორჩა შენი ტურიზმი, ხო, რაღაც ელემენტარული პოლიტიკური კრიზისი რომ მოგივიდეს, აღარ ჩამოვა ის ტურისტი და ესე იგი დამთავრდა, ხო? და დანარჩენი ახლა ის რაღაც რეექსპორტი, რაღაც ღვინის და მინერალური წყლების გატანა ქვეყნიდან, აი ესაა მთელი ჩვენი ეკონომიკა. ასეთ ვითარებაში ჩვენი პოლიტიკური ჭალებში ელიტა და ავტომატურად ფინანსური ელიტა ეს დარგები ხო შეზღუდულია ხო ეხა ყველა ვერ აწარმოებს ღვინოს, ყველა ვერ აწარმოებს იმას ლიმონათებს და ყველა ვერ დაკავდება იმით მანქანების რეექსპორტით. მაშინ რით უნდა დაკავდეს? აი ნავთობი ჩვენ არა გვაქვს, ინდუსტრია ჩვენ არა გვაქვს, წარმოება ჩვენ არა გვაქვს, გაზი ჩვენ არა გვაქვს. ეს ხალხი ამ ხალხს ჭამა უნდა. ეს ხალხი არ არის ისე რომ ხელისუფლებაში მოვიდა და იმ რაც კანონით მას ეკუთვნის იმ ფინანსური იმით დაკმაყოფილდეს. ამ ხალხს გამდიდრება უნდა, ხო? ეს ხალხი თანამდებობას უყურებს როგორც შანსს. ეს ხალხი არ არის სახელმწიფოდ მოაზროვნე მოხელი. ეს ხალხი ვაჭრები არიან ძირითადად. აი ვაჭრული აზროვნება აქვთ მათ, ვიცი მე. და ეს ხალხი ცდილობს რომ სწრაფად გამდიდრდეს. სანამ ძალაუფლებაშია, სანამ პოსტი აქვს. და როგორ უნდა გამდიდრდეს? აი მოდი დავფიქრდეთ ახლა. შენობა იმაში იყო, რაღაც რუსეთში იყო, მაღალჩინოსანი აზერბაიჯანში იყო, ყაზახეთში იყო, გასაგებია გაზ გაყიდი, ან ბენზინს გაყიდი, ან იმას ნავთობს გაყიდი და ამ სფეროში შეძრები. საქართველოს არც ერთი ზარა აქვს. მაგრამ სამაგიეროდ საქართველოს აქვს ძალიან ლამაზი ბუნება, ძალიან ნოყიერი მიწა, რაც შეიძლება გაიყიდოს. და შემთხვევით არ არის, რომ აი რაღაცა ბეტონის ჯუნგლებს დაემსგავსა ჩვენი ქვეყანა, განსაკუთრებით დედაქალაქი. ყველა ვინც კი ხელისუფლებასთან მეტნაკლებად რაღაც კავშირი აქვს, ყველას აქვს სამშენებლო კომპანიები, ყველა აშენებს ან მახინჯ კორპუსებს და ვიზე ყიდიან მე ამ კორპუსებს. ანუ ვიზე. ქართველები ცოტავდებით, ქართველები მცირდებით და ქართველები ღარიბები ვართ. ანუ ბიზნეს გათვლა ვიზე იქნება ცხადია უცხოელებზე. აქედან გამომდინარე უბედურებაა ის ეკონომიკური, ფინანსური და საკანონმდებლო რეალობა, რომელიც დღეს გვაქვს, რომელიც უზრუნველყოფს ქართველების აქედან გადინებას და პლუს უცხოელების საკომპაქტურად შემოსახლებას. ეს არის სისტემური ჯაჭვი. ეხლა როგორ უნდა რაღაც თქმას აპირებდი და შემიძლია. არა, მიდი. ხო და მიხმა უბრალოდ ხარვეზით მოდის და უყურე, ამიტომ აი როგორც სოლომონ მეფეს გაუჭირდა, ხო, ტყვეთას ყიდვის აკრძალა, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ საქართველოს იმერეთის მეფე იყო ბოლო-ბოლო კაცი, ხო? მას აუჯანყდა მაშინდელი თავადაზნაურობა. საკუთარი ოჯახის წევრებიც კი აუჯანყდნენ. და ისიც იმიტომ წამოჭრა სოლომონმა, იმიტომ მოახერხა მაგთემის წამოჭრა, იმიტომ რომ რუსეთის იმპერიასა და ოსმალეთის იმპერიას შორის ომი მოხდა და ეს ომი ოსმალეთის იმპერიამ წააგო და როდესაც ზავი დაიდო, რუსეთი როგორც მართლმადიდებლების დამცველი ერთ-ერთ პუნქტში ჩაწერა, რომ უნდა აიგზალოს დასავლეთ საქართველოში ქრისტიანებით, მართლმადიდებლებით ვაჭრობა. ანუ ეს გეოპოლიტიკური ფაქტი უმაგრებდა ზურგს რეალურად სოლომონ მეფეს. ეგეც გასათვალისწინებელი, უბრალოდ თვითონ კი არ ადგა მარტო. ანუ ეს გეოპოლიტიკური მოცემულობა ზავი, რომელიც ჩვენ სასარგებლოდ დაჯდა. მაგრამ ამის მიუხედავად მაშინდელი პოლიტიკური და ფინანსური ელიტა იმდენად დაინტერესებული იყო აი ამ სამარცხვინო საქმიანობით, რომ აუჯანყდნენ საკუთარი ოჯახის წევრებიც კი აუჯანყდნენ. და ზუსტად აი როგორც მაშინ უამრავი ადამიანი ელიტა, როგორც ასეთი,
ელიტას, როდესაც მე გულისხმობ, ამ სიტყვის სტანდარტული გაგებით კი არ ვამბობ, რომ მართლა ელიტა არიან. ნუ პოლიტიკური ელიტა, ვინც ძალაუფლებას ბლობს, ანუ ვინც ამ მომენტში ქვეყანაში პოლიტიკურ ბერკეტებს ბლობს. ხვალ ელიტა შეიძლება სხვა ვიღაცა იყოს. დღევანდელი ელიტა პირდაპირ დაინტერესებულია, რომ ეს პოლიტიკა გაგრძელდეს. აი ხა მე საკრებულოში ხო ვარ? საკრებულოს წევრი და ეს ამას ყველაფერს ხედავ, კაცო. მე ყველაფერს ვამოწმებ. რა მშენებლობები მიმდინარეობს, რვიზია გათვლა, ეს თელ ჩემს თვალსა და ხელშუა მიდის ეს პროცესი. მშენებლობები, კორპუსები, ვისთვის, კაცო, ამდენი კორპუსი, ვისთვის შენდება. როდესაც ქართველები მიდიან ქვეყნიდან. როდესაც ქართველები დასახლებული რეგიონები იცლება, ვისთვის აშენება, ან ვინც რჩება ქართველი იმას დავიჯერო იმდენი შემოსავალი აქვს, რომ დამატებითი ფართების და დამატებითი სახლების ყიდვა შეუძლია, ეს ხომ ტყუილია. რამდენს იცნობთ ახლა თქვენს გარშემო, რომელსაც შეუძლია რაღაც ბინა იყიდოს, რა ვიცი, ოროთახიანი ბინა. მე ძალიან ცოტა ადამიანს ვიცნობ ეგეც. იმიტომ რომ ჩვეულებრივი ადამიანის საშუალო სტატისტიკური მოქალაქე საქართველოსი ის კი არა სადაც ცხოვრობს, იმას მთელი ცხოვრება არ ემონტებენ. ახალი ყიდვა კი არა, სადაც ცხოვრობენ, იმას ვერ არემონტებს უმრავლესობა. ამიტომ ეს არაბული ქალაქების მშენებლობა, რომელიც ძალიან არ მოსწონს ხელისუფლებას, აი თვითონ ეს ცნებაც არ მოსწონს არაბული ქალაქები და არ ვიცი, აბა რა უნდა დავარქვათ მაგ ქალაქს, ანუ ქართული ქალაქები უნდა დავარქვათ, მაშინ როდესაც ამ ქალაქის ვინც უნდა ააშენოს, ეს ვერ ააშენებენ, მაგრამ ვინც სურვილი გამოთქვა მფლობელმა, სამშენებლო კომპანიის, არაბული სამშენებლო კომპანიის მფლობელმა თავად დაადასტურა. თვითონ თქვა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ამ ქალაქში იქნება უცხოელი. ტელეიმედის ეთერში. აი ამ არგუმენტს რო უხსენებ ხელისუფლებას, აი როგორ აიგნორებენ, იცი? გეგონება მე მოვიგონე, მეგონება მე ვიყავი ის ტელეიმედის ეთერში. გეგონება მოხამედ ალაბარმა არ განუცხადა, რა ქვია იმ გოგოს ჟურნალისტი როა, მაგდა ანიკაშვილს. ეს ხო ყველაფერი ხელის გულზე დევს, კაცო. ეს ხო არ არის ჩემი სუბიექტური შეფასება. რაც შეეხება სუბიექტურ შეფასებას, რომელიც ასევე ობიექტურ ფაქტობრივ გარემოებებს ეყრდნობა. მე უკვე ვთქვი, კაცო, სულ რომ მოხამედ ალაბარს ეგ არ ეთქვა. თვით აღიარება არ მომხდარიყო. და სულ რომ ბურუსით მოცული, გასაიდუმლოებული ხელშეკრულება არ გქონდეს, რომელიც მთავრობის განკარგულებით არის, გასაიდუმლოებული, შეთანხმება ამ არაბულ კომპანიასთან. ლოგიკურად ვიმსჯელებ, თუ ქართველების რაოდენობა ქვეყანაში მცირდება, ეს ფაქტია. ეს სტატისტიკის მონაცემებით მტკიცდება და დასტურდება და ისედაც ხედავთ თქვენს გარშემო გახედეთ, აბა, რამდენი ბავშვი იბადება, რამდენი ადამიანი ხვდება, რამდენი ოჯახი მიდის ემიგრაციაში. თუ საქართველოს ქართველებისგან იცლება, ორი დამატებითი ქალაქი რო შენდება, ვისთვის შენდება? აი ლოგიკური კითხვა ხო ჩანს, აი თუ ქართველები ვცოტავდებით. არ იბადება იმდენი ქართველი, რამდენიც კვდება. პლუს არანორმალურად მაღალი ემიგრაცია, საზღვარგარეთ მივდივართ. ვინც დარჩენილები ვართ, არა ვართ მდიდრები, არა გვაქვს ფინანსური შესაძლებლობა. ორ ქალაქს რო აშენებ. უზარმაზარ ქალაქს, მაგალითად კწანისში უნდა აშენდეს გორის ზომის ქალაქი. 16000 ბინა უნდა აშენდეს. ეს დაახლოებით არის 50000 კაცზე გათვლილი. გორის ზომის ქალაქი შენდება, გაგერ წანისის ტყეპარში. ვინ უნდა ჩაასახლოთ? ხო გასაგებია რომ უცხოელებზე კეთდება აქცენტი, კაცო. აბა მეტი ვის მოიყვან ამდენს ქართველი არ არის ხა. ქართულს რო შეეძლოს უკან დაბრუნება, თავის სახში დაბრუნდება, კაცო, ვინც ათასობით არის წასული იმაში. წანისის ტყეპარში რატო იცხოვრებს? კაცი რომელიც თბილისიდან არის წასული, თბილისში დაბრუნდება, რო შეეძლოს. ვინც გორიდან არის წასული, გორში დაბრუნდება. ვინც ქუთაისიდან არის წასული, ქუთაისში დაბრუნდება. ხო მასია. ამიტომ იმდენად ხელის გულზე ჩანს ეს ყველაფერი. იმდენად გასაგებია. იმდენად აი არ ვიცი, არგუმენტი არ არსებობს.
რომ აი დაეთანხმო ამ შენებლობებს. და მე რომ მაგალითად საკრებულოში ამ თემებს ვაჟღერებ, არგუმენტი არ აქვთ. როდესაც ვეუბნები ეს, ამაზე პოზიცია რა არის? ამაზე პასუხი რა გაქვთ? პასუხი არის ის, რაც ბოლო გამოსვლის დროს ვიხილეთ, რომ რაღაცა არ არის ეს ამაზე საუბარი არ შეიძლება და გავუმარჯოთ ბიზნესს.